სულ ცოტა ხნის წინ ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ხალხს ერთი საპასუხისმგებლო და თანაც არასტანდარტული თხოვნით მიმართა. აღეწერათ ის მოვლენები, რომელიც მათი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს ქვეყნისა და მათ პირად ცხოვრებაში. ერთადერთი შეზღუდვა ამ დავალებაში კომპიუტერის გამოყენება იყო. თანამედროვე მემატიანეებს ხელით უნდა დაეწერათ საკუთარი ნააზრები იმისთვის, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდი უახლესი ხელნაწერებით შეივსოს. კონკრეტულად ვისი მატიანეებით ივსება ცენტრის საცავი, ამას თამარ ღვინიანიძე მოგვიყვება, რომელიც ახლა ხელნაწერთა ეროვნულ centrში იმყოფება. საღამომშვიდობის თამარ. საღამომშვიდობისა ბექა, დიახ, ჩვენ ახლა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავში ვართ, სადაც მე-19-მე-20 საუკუნეების 200-მდე საზოგადო მოღვაწის პირადი არქივი ინახება. პოეტების, მწერლების, პოლიტიკური მოღვაწეების, აი მაგალითისთვის მინდა გაჩვენოთ ბახტრიონი ვაჟა-ფშაველას პოემის შავი ვარიანტი, რომელიც 1892 წელს არის შექმნილი და ამ საგანძურთან ერთად 21 საუკუნეში საცავს ემატება ახალი ხელნაწერები, ჯერ კიდევ შარშან 2009 წლის შეფასება გააკეთეს 36-მა საზოგადო მოღვაწემ და ახლაც მიმდინარეობს ეს პროცესი. ახლაც წერენ ჩვენთვის ცნობილი ადამიანები საკუთარ ნააზრებს 2009 წლის შესახებ, გასული წლის შესახებ, მაგალითისთვის გეტყვით დავით ლორთქიფანიძემ, რატი ამაღლობელმა ნიაზ დიასამიძემ უნდა შემოიტანონ საცავში საკუთარი ხელნაწერები. თუ რა ფასი ექნება ამ ხელნაწერებს ისტორიისთვის, ამას ალბათ უკეთ სპეციალისტები შეაფასებენ და პირველ რიგში ალბათ ბატონი ბუბა კუდავა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დირექტორი, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად არის. ბატონო ბუბა, რა ფასი აქვს ამ ხელნაწერებს? საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენ ასე გონია, რომ ჩვენი ვალდებულება არის არა მხოლოდ მოუაროთ და შევინახოთ ის ძვირფასი საუნჯე, რომელიც ჩვენ გვაქვს, არამედ გავამდიდროთ და განვავითაროთ. აი გამდიდრების ერთ-ერთი საშუალება არის სწორედ ის, რომ თანამედროვე მოღვაწეები ვაიძულოთ, რომ დატოვონ მათი ნააზრები ხელნაწერის სახით და ეს გადავცეთ მომავალ თაობებს. მაპატეთ, იძულება ახსენეთ, გიწევთ ესეთი ძალისმიერი მეთოდები. იმიტომ რომ თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლასთან ერთად ნელა ხელით წერის კულტურა ქრება, უკანა პლანზე ინაცვლებს. გარდა ამისა, ადამიანებს მუდმივად გონიათ, რომ ამის საშუალება მომავალში ექნებათ, ეს მომავალში გასაკეთებელი საქმეა, დღეს დაკავებული არიან ბევრი სხვადასხვა საკითხებით, არადა მათ მიერ შეფასებული განვლილი წელი დამერტყუნდა ძალიან ძვირფასი იქნება მომავალ თაობის მკვლევართათვის და რაც უნდა მოკლე იყოს, თქვათ, რაც უნდა ფრაგმენტული იყოს. რა თქმა უნდა, ხშირად ჩვენ აი ესეთ ფრაგმენტულ და მოკლე ინფორმაციას ვნათრულობთ ხოლმე ძველ ეპოქებზე, მაგრამ სამწუხაროდ არა გვაქვს. მე რამდენადაც ვიცი, წელს თქვენ დაამატეთ ფოტომატიანეთს ხელნაწერებს. ფოტო ხელოვანებს თხოვეთ, რომ დიახ, იმიტომ რომ ხშირად თანამედროვე ფოტოგრაფია არის საშუალება, საერთოდ ეს ბოლო საუკუნეები არის საშუალება ინფორმაციის შენახვისა, გადატანისა და ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო ტევადია, ვიდრე ზოგიერთი ადამიანის ნააზრები. ხშირად გაცილებით უფრო ობიექტურია, თუმცა იქნება ეს ფოტომატიანე თუ ხელით დაწერილი მატიანე, რა თქმა უნდა, ყველა მემატიანე ბჭყალებში არის სუბიექტური, თავისი სპეციალობიდან, თავისი შეხედულებებიდან, თავისი ასაკიდან და ასე შემდეგ საზოგადოებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ მომავალ თაობებისათვის სწორედ ეს არის საინტერესო, მთელი სპექტრი თანამედროვე ადამიანებისა, რომლებიც ერთი და იგივე ქალაქში, ერთი და იგივე ქვეყანაში, ერთი და იგივე დროში ცხოვრობდნენ, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა რამ აინტერესებთ, სხვადასხვა რამეს თვლიან მნიშვნელოვნად განვლილი წლის განმავლობაში, სხვადასხვანაირად აფასებენ ერთი და იგივე მოვლენებს. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია არასაზოგადო მოღვაწეთა. დიახ, ჩვენ წელს ეს კომპონენტი დავამატეთ ამ პროექტს, ვთხოვეთ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ამის სურვილი და საშუალება აქვს, რომ მათი ნააზრებით დაუპტოვონ მომავალ თაობებს. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე წუხდა, რომ ეს ოხერი საქართველოს ისტორიას უმეფეთა ისტორიაო, ხალხი შეგარცად ჩანსო, მართლაც შუა საუკუნეების მატიანეებს ეს ნაკლი ნამდვილად გასდევს, რომ ხშირად რიგითი ხალხი იქ ნაკლებად ჩანს და წინ სწორედ საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიური ხალხი ჩანს. ჩვენი პროექტის მიზანია სწორედ მეფეთა ისტორიის პარალელურად შევქმნათ ხალხის ისტორიაც. აი ჩვენს რეპორტაჟით ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს ასე ვთქვათ ფართო სპექტრი, როგორც თქვენ აირჩიეთ, რომ საზოგადო მოღვაწეებიც ყოფილიყვენ და ასევე ჩვეულებრივი ხალხიც, ბჭყალებში ვამბობ, ყოფილიყვენ გაერთიანებული. ასე რომ ჩვენს რეპორტაჟში თქვენ ცნობილ ადამიანებთან ერთად ისეთებთან, როგორებიც არიან ბატონი რობერტ სტურუა, ნიკოლოზ რურუა, გია ბუღაძე, ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, ასევე შეხვდებით თქვენთვის უცნობ გმირებსაც, მაგალითად ოსქალ ბატონს, რომლის
ნააზრევით ძალიან მნიშვნელოვანია აგვისტოს ომის შესახებ, ასევე პატრა გოგონას, რომელიც ბავშვთა სახლში ცხოვრობს. სულ 12 გმირი შევარჩიეთ თქვენთვის და წარმოგიდგენთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ამ პროექტის ერთგვარ ტელევერსიას, სადაც საქართველოს 2008-2009 წლებში იქნება წარმოდგენილი არა რომელიმე ერთი კონკრეტული ისტორიკოსის თვალთახედვით, არამედ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების პირადი განცდების ფონზე. მადლობა თამარ, მაშასე ვნახოთ როგორი წერებოდა უახლესი მატიანე და ვინ რა ისტორიით მოხვდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავში. მე გახლავთ ქართველი პიანისტი ევშტბოხა. 2009 წელს ორმეგი შეცდომების შემდეგ ფილმში დავუყარე. ეს შემთხვევით ძალიან დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. ფრანგი დირიჟორი ლორან პიტინერ არის ჩამოვაყალეს. რამთავის თეატრში ამ ულამაზეს დარბაზში შევასრულე ბეთჰოვენის პირველი კონცერტი. ქუჩაში ისე მღელვები და არეულობები იყო. 2009 წელი საქართველოში იყო საკმაოდ დაძაბული. ოპოზიციის მომხრე საზოგადოება განთავს საქმეებში, სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნები აირია ერთმანეთში, ზოგი პენსიის მიმატებას ითხოვდა, ზოგი ხელფასის, ზოგს კი სამუშაო ადგილი უნდოდა. ქალაქის ცენტრი იყო თითქმის სულ ჩაკეტილი. ამ ყველაფერს კამათით მოყვებოდა ოპოზიციასა და მთავრობას შორის. ეს უჩვეულო იყო არა მარტო ჩემი ფოტოაპარატისთვის, არამედ უჩვეულო იყო მთლიანად ქართული სამიტინგო ისტორიისთვის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ასეთი საკნები არასოდეს ყოფილა. იცი რა, არც ვიცი რის დაჭერას ფიქრობდი, მაგრამ მაინც ვფიქრობდი იმას, რომ წარმომეჩინა განწყობა ადამიანები, თვითონ ვითარება რა ხდებოდა 2009 წლის გაზაფხულს და ესეც არ ვიცი შეძელი თუ არა 2009 წლის რაღაცა წესირად აღწერა. ძალიან რთულია ეს. 2009 წელი სამი რამით იყო ნიშანდობლივი ჩემთვის. მე ასე დავყოფდი საქართველოსთვის, ჩემი ოჯახისთვის და პირადად ჩემთვის. საქართველოსთვის. სამთვიანი ეპოპეა რუსთაველზე დგომისა საკნებში დასრულდა უშედეგოდ, პრეზიდენტი არ გადადგა, ოპოზიციამ მიზანს ვერ მიაღწია. ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი უკან, რომელიც საქართველომ გადადგა. ჩემი ოჯახისთვის 2009 წელს თავი მოვლენა იყო გიორგი მოსიძე უმცროსის, ანუ ჩემი ვაჟის სკოლაში წასვლა პირველ კლასში. ეს არის დიდი ნაბიჯი წინ გადადგმული საქართველოს მიერ ჩემი აზრით. და პირადად ჩემთვის ოფიციალურად დავრეგისტრირდი როგორც გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი. ეს ნიშნავს, რომ პირველად ისტორიაში 38 წლის ასაკში 20 წლიანი დაუღალავი ყოველდღიური შრომის შემდეგ მე მივაღწია ნიშნულს 40,000 ლარი შემოსავალი წლის განმავლობაში. ამაზე მეტი წინ გადადგმული ნაბიჯი რა უნდა იყოს. გასული წლის 31 ივლისს 70 წელი შემისრულდა. თეატრის მსახიობებმა და დირექციამ მცირე დარბაზში ჩემთვის მოულოდნელად მხიარული საღამო გამიმართეს. სტუმრად მოუწევიათ ნათესაობი მეგობრები, უცხოელები, ვიცინეთ, ვიმხიარულეთ. ასე სასიამოვნო დაიწყო ჩემთვის ზაფხული, მაგრამ ერთი კვირაც არ იყო გასული, მოწმენდილ ცაზე უეცრად იჭექა ომი ოსეთში. ომის ამბავი შტატებში გავიგე ვაშინგტონში. თბილისიდან დამირეკეს უნდა ჩამოხვიდეს ასრაფოთო. ეს იყო 8 აგვისტო. აეროპორტის სასტუმროში შხაპმა ოდნავ გამომაცოცხლა. CNN-ი ჩავრთე. ორბენალის ტრიქონი იუწყებოდა, რომ რუსეთს საქართველოში ჯარები შეყავს და რომ რამდენიმე წუთში საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენცია ღია ეთერში გავიდოდა. უკვე რამდენიმე საათი სურეალისტური შეგრძნებით ვიცხოვრე. პრეზიდენტი ბრაზიანად, მაგრამ წყობრად ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ჯარებით შემოესია. მის უკან დიდი და ნათელი სახელმწიფო დროშა ფრიალებს. ქარიმას თმას უწეწავს. ეკრანიდან თავშეკავებული განგაშის განწყობა ასხივებს.
თვითონ ყველაფერი მეტნაკლებად კონტროლის ქვეშაა, თუმცა სურათი ძალიან გულდამძიმებულს ვტოვებს. CNN-ი აშკარად ჩვენსკენ აუღოთ რაღაცნაირად გამაღიზიანებლად მორიდებულად. პირველ საათზე მე უკვე მანქანაში ვიჯექი და გორისკენ მივქროდი. საჭესთან ჩვენი ახალგაზრდა მსახიობი ბესო ზანგური იჯდა. უკან კი საგმირო საქმეებით ანთებული ნიკუშა შველიძე, ჩვენი მხატვარი და რეჟისორი. მე მესაით მივექანებოდი, დაძავა მეკაჩებოდა ომის წინა ხაზზე, ან რას ვერჩოდი ამ საბრალო ყმაწვილ კაცებს. არ ვიცი, ეს სამშობლოს ხურვალე სიყვარულის ბრალი იყო თუ რეჟისორის ახირებული სურვილი. ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა მენახა. ის იყო გორში უნდა შევსულიყავით, რომ დასხეს, მაგრამ რა დასხეს, თავდადაცემულებმა გამოქცევა გადაუწყურებს. დავწერეთ ფოთისკენ, მერე ბათუმისკენ, ამ დროს სახლში დავრეკეთ და გვითხრეს რუსები თბილისში შემოდიოდნენ. გულგახეთქილები ისევ უკან მობრუნდით ხაშურისკენ. მერე ისევ ახალდაბისკენ გავავდით, მერე ისევ ფოთისკენ და დილით გრიგოლეთში ჩემს მამიდაშვილთან ოჯახში გაგვეღვიძა და გვესმოდა უკვე როგორ აფეთქებდნენ ფოთის სპორტს. მე გაუპარსავი ჭუჭყიანი და სამგზავრო ტანსაცმელში გამოწყობილი უშიშროების საბჭოში მივდივარ. იქ რაღაც შეხვედრაა. მომდევნო რამდენიმე კვირა კი ერთი დღესავით მახსოვს. მთელი ეს დრო მეჩვენებოდა, რომ გძნობდი იმას, რასაც გძნობდნენ შეფიცულები ტყეში გასვლამდე. ჩემს მიერ დაწერილი თემა ეხება რუსეთის ძლიერ აგრესიას ჩვენს მიმართ. ჩვენ ძალიან ბევრი კუთხე გაგვინადგურეს რუსებმა, რაც ბევრი ახალგაზრდა გმირი ბიჭისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ბევრი ბავშვი დარჩა უსახკაროდ, ბევრი უკვე მიხვდა თუ რამ გადაიარა მათ თავზე. მე შევდივარ იმ ადამიანების მდგომარეობაში, ვინც იქ იმყოფებოდა, ვინც იქ დაიღუპა გმირად შერაცხეს. სწორედ მათი დამსახურება ახლა რომ მზივარ და ვწერა მტკივნეულ სიტყვებს. ეს იყო წელი უდიდესი ტკივილის, იმედ გაწრუების, დეპრესიის პერიოდი. 2008 წლის აგვისტოს ომმა გამოიწვია ეს ყველა განცდა ჩემს ცხოვრებაში. დაიღუპა უამრავი ადამიანი, ტოლვილები, ნგრევა, განადგურება ორივე მხრიდან. ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩემი ოჯახი სწორად გაიყო. დედა და ორი და კავკასიონის ქედის იქეთ ჩრდილო რუსეთში დარჩნენ. ყველაზე დიდი ტკივილი ის არის, რომ მე ვეღარ შევძელი დედის ნახვა. უყურნებელი ისინი დაავადებული გარდაეცვალა. უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილდე. ეს ჩემი ტრაგედია, რომელიც უნდა გადავიტანო. როდესაც 2008 წელზე და ინვალიდობის მქონე ადამიანთა აქტიურობაზე ვფიქრობ, ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებულად საამაყო და ამაღელვებელი არის ის მოვლენები, რომელიც ინვალიდობის მქონე პირთა მხრიდან დაფიქსირდა აგვისტოს ტრაგედიის დროს. მაშინ კოალიციაში შემოვიდა უამრავი ზარი და ეთნით მოსარგებლე ადამიანები გამოთქვამდნენ სრულ ზავთყოფნას. რუსული ტანკების თბილისზე წამოსვლის შემთხვევაში ეტლებით დამდგარიყვნენ თბილისის შემოგარენთან და არ დაეშვათ ტყვის დედაქალაქში შემოსვლა და თარეში. ხოლო სექტემბერში, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო, შეზღუდული შეძლობის მქონე ადამიანები გამოვიდნენ გარეთ და მთლიანად მთელ საზოგადოებას დაანახეს, როგორ ერთგულება და ღირსება შეუძლიათ საქართველოში. სამეგრელოში ყოფნა მრავალი წელია სამეგრელოში აღძანებულა პატრიარქი. იყო უმნიშვნელოვანესი. ასეთი თბილი შეხვედრა, ასეთი როგორ გითხრათ, ცი გრანდიოზული მართლა შეხვედრა მე არსად არ მინახავს. მთელი სამეგრელო იდგა ფეხზე და აი ქუჩები ხოსავსე იყო ხალხით. არა ხელოვნურად გამოყვანილი თავის თავაცხადი, არამედ მართლა ხალხი და ყველას თვალებში იხატებოდა ის უზარმაზარი პატივისცემა და ის დიდი სიყვარული, რაც ერის მამისადმი, არა მარტო სულია, არამედ ერის მამისადმი აქვს ჩვენს მეგრელებს, ჩვენს დიდ ქართველებს. ჩემი აზრით 2009 წელი ერთ-ერთი რითაც შევა საქართველოს ისტორიაში შევა ის, რომ ძალიან ბევრი გზა გაკეთდა, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა საგზაო მშენებლობები. ესენია თუშეთის, ხევსურეთის, სვანეთის, ბახმაროს, მთიანი აჭარის, სამცხე-ჯავახეთის გზები, რომელიც ეს ის გზებია, სადაც არ არის გზატკეცილები გაყვანილი, მაგრამ არის ნიადაგის გზა.
ძალიან ბევრი კილომეტრი გავიარე იმისათვის, რომ 2009 წლის საქართველოს გზები გადამეყო და გავადრო და ამას აუცილებლად ვიგრძნობ ჩვენ, რომ თურმე 2009 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი წელი ამ გზების გამო. რთული პერიოდია, თითქოს მართლაც ამხედრდა ყოველივეს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრ ჩვენთაგანს კარგად ესმის ერთიანობის მნიშვნელობა, პიროვნული აგრესია შინაგანი ერთმანეთის აუტანლობა ღრნის ჩვენ ქვეყანას და მის საზოგადოებრივ სხეულს. აგრესიულად ვიქცევით ჩვენ ქუჩაში, აგრესიულები ვართ მოხუცების მიმართ, აგრესიულები ვართ მანქანის ტარების დროს, ლაპარაკის დროს და ეს სწორედ ეს აგრესიულობა უშლის ჩვენ იდენტურობის შენარჩუნებას. და მაინც ჩვენ ძალზე ძვირფასები და ძლიერები ვართ. ჩვენ მაინც ვართ, როგორც იტყვიოს იოანე საბაიძე, ყურე ქვეყნისა, კულტურისა და ცივილიზებული სამყაროს ოაზისი, უკიდურეს აღმოსავლეთში. გაუმარჯოს საქართველოს. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის საქმუშაობა. ხან სცენაზე ავრბოდი, ხან დაბლა მაყურებლების ხრიდან ვიღებდი და ძალიან ბევრნაირად გადავიღე ენდი გარსიას და არა მარტო ენდი გარსიას, ხალხსაც ვიმუშავე, არა მარტო მსახიობებზე. ყველას გაცნობიერებული ქონდა მე როგორც მივხვდი, განსაკუთრებით წინა რიგებში ვინც იყვნენ, რომ ეს იყო ფილმისთვის გადაღება და ფილმს სჭირდება მაქსიმალურად ბუნებრივობა. და ალბათ ქართველები ახლა ძალიან მსახიობურები არიან და ეს კარგად ჩანდა სწორედ მართლა რეალურად შეიძლება და მართლა გონებოდა რომ მიტინგი იყო. ძალიან საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის გამოსვლა. დარბაზი იყო სახლზე, ენთუზიასტი მსმენელი და ძალიან ცივად მივხვდი. აი სწორედ მაშინ მივხვდი. და ნახოთ დავინახე, რომ რა ძალა აქვს მუსიკას. მუსიკას ყოველთვის ის მაგიური ძალა აქვს, როცა ყველა ორიენტაციის და შეგნების ადამიანებს აერთიანებს და სულიერ სამყაროს მუსიკას. ცხოვრება გრძელდება. მე არა მაქვს უფლება შევჩერდე. უნდა გაამაგრძო მუშაობა, ბრძოლა უკეთესი მომავლისათვის, ერთიანი, დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოსთვის. გიორგი მოსიძე 2009 წელი. რობერტ სტურუა 090309. ნიკოლოზ რურუა 2009 წლის 25 მარტი. გერმანაზე 2010 წლის 12 აპრილი. ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღე.